ხმაური იყო დღეს პუშკინის სკვერში ნატოში ინტეგრაციის მომხრეებმა რუსეთთან მეგობრობის მხარდამჭერებს დაგეგმილი აქცია ჩაუშალეს. მოსკოვთან მეგობრობის მსურველები სამზე შეიკრიბნენ, თუმცა მათ ნატოს მხარდამჭერების ტვენითა და შეძახილებით შეეგებნენ. მხარებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა სანდრო ჯუფალაკიანის რეპორტაჟში ნახეთ. ერთმა სიტყვამ რუსეთთან მეგობრობამ აი ეს რეაქცია გამოიწვია. დაპირისპირება პუშკინის სკვერში რუსეთთან მეგობრობის მხარდამჭერების გამოჩენას მოყვა. დედამიწა ჩვენი სახლია და საქართველოს მშვიდობის კომიტეტი. სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა გადაწყვიტეს დღეს აქციის გამართვა. მიზეზი საბჭოთა კავშირის დაარსებიდან 90 წელი. არშემდგარი აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს რუსეთთან მეგობრობის მომხრეა. შესაბამისად, ქვეყანამ უარი უნდა თქვას ნატოში ინტეგრაციაზე. ჩვენ მოვედით, რომ პუშკინის ძეგლის შეგვეპო ყვავილებით, რაც ფაქტიურად არ მოგვცეს საშუალება. საინტერესოა ეს იზოლტერ კამანდები ხო არ არიან ბრიგადები, რომლებიც დუბიკები ჩვენ არ ბევრდნენ ხოლმე ჩვენს აქციებს, ძალიან მაინტერესებს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალოს. კერძო, ჩვენი გზა არ არის ნატოს გზა. იმიტომ რომ ნატოსთან ინტეგრაცია ჩვენ ხელს გვიშლის რუსეთთან მეგობრობის აღდგენაში. საპირისპირო მოსაზრება ჰქონდათ მეორე აქციის მონაწილეებს. ისინი თავისუფლების მოედანზე დღის 2 საათზე გამოჩნდნენ. ლოზუნგებით ნუ იმ მეგობრებ ჩექმასთან. საქართველოს მომავალი ნატოშია. აქცია სოციალურ ქსელ Facebook-ში დაიგეგმა. საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ უკვე დიდი ხანია მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთთან. ჩვენ გვინდა მხოლოდ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენი ერთადერთი უსაფრთხოების ერთადერთი საშუალება არის ნატო, რომელიც რუსეთისგან დაგვიცავს. ან ნაბიჯ უნდა ახალ მთავრობას დაგვიყვანოს რუსეთისკენ და ან იმ ადამიანებმა იფიქრეს უბრალოდ, რომ შეიძლება ამის შანსი მიეცათ. ნატოს მხარდაჭერა დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს, მათ შორის პარლამენტის წევრებიც იყვნენ. ძალიან მალე ხელისუფლების სულებიდან თბილისის ცენტრში ვიღაცებს სურვილი გაუჩნდათ, რომ ნატოზე უარი თქვან და ამაზე აქცია გააკეთონ და ოკუპანტს არ დაარქვან ოკუპანტ, ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი. აქ არ არის საუბარი არც პარტიის წევრობაზე, არც პარლამენტის წევრობაზე, ეს არის ჩემი ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი პოზიცია. საპატრულო პოლიცია პუშკინის სკვერთან ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა. ნატოში ინტეგრაციის მომხრეებმა კი აქციის დასასრულს საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს.